ახლა ჩვენი სამედიცინო რუბრიკის დროა. მე შეგახსენებთ, რომ რუბრიკის სპონსორია ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხიური ამაჩქარებელი ეთოსი. რუბრიკას წარმოგიდგენთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხიური ამაჩქარებელი ეთოსი. კონსტანტინე ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში თანამედროვე მიდგომებითა და ახალი ტექნოლოგიებით არაერთი ოპერაცია ტარდება. ამჯერად ლაზერული აბლაციაზე ვისაუბრებთ. ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს ლაზერული აბლაციის შემდეგ პაციენტი 3-4 საათში ბინაზე ეწერება, ცხოვრების ხარისხი უმჯობესდება. ქრონიკული ვენური უკმარისობა ვენური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. პაციენტებს აწუხებთ კიდურების შეშუპება, ტკივილის, სიმხურვალის შეგრძნება, როდის და როგორ იგეგმება ოპერაციული ჩარევა, თემის დეტალები თამარ ყობახიძის რეპორტაჟში ვნახოთ. ცხოვრების აჩქარებული ტემპი, პასიური საოფისე გარემო, ხანგრძლივად ჯდომა და დგომა, ქვედა კიდურების ვენური სისტემისთვის საზიანოა და შესაძლოა არაერთი პათოლოგიური მდგომარეობა გამოიწვიოს. თანამედროვე ცხოვრების წესის გამო ხშირად ადამიანებს ქრონიკული ვენური დაავადებები აწუხებთ. ეს მდგომარეობა მოიცავს ვენური სისტემის ხანგრძლივად მიმდინარე მორფოლოგიურ ან ფუნქციურ დარღვევებს. ხანგრძლივად მიმდინარეობს მორფოლოგიური სტრუქტურული ან ფუნქციონალური დარღვევები, რის შედეგადაც ხდება ვენის კედლის დაზიანება, გადაგვარება და სარქოვანი ფუნქციის მოშლა. ამ დაავადების ყველაზე, ასე ვთქვათ, გამოხატული სიმპტომები არის, რის გამოც პაციენტები მოგმართავენ, ეს არის ქვემოკიდურებში სიმძიმე, დაჭიმულობა, ქავილი, წვა, სპაზმი კუნთებში, ტკივილი, შემდგომ არის ტელიანგექტაზები, იგივე ობობას ქსელები, გადადის რეტიკულურ ვარიკოზში, გადადის თვითონ ვარიკოზში, რომელიც შემდგომ შეიძლება, ასე ვთქვათ, გართულებებით განვითარდეს, ხო, ანუ შეიცვალოს კანისფერი, გაუხეშდეს და აქტიური ვენური წყლულამდე მივიდეთ. ქრონიკული ვენური უკმარისობის განვითარებაში ასაკი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. 40 წელს ზემოთ ადამიანებში ბევრად მაღალია დაავადების განვითარების რისკი. გარდა ამისა, რისკი 90%-ით იზრდება, თუ არსებობს გენეტიკური განწყობა. დაავადება სწრაფად ვითარდება ჭარბი წონის მქონე ადამიანებში. პაციენტი როცა მოდის ჩვენთან კონსულტაციაზე, პირველი პაციენტთან ურთიერთობა ის არის სწორი დიაგნოსტიკის დასკვნა და რა თქმა უნდა, ჩვენ ვნახულობთ კონკრეტულ ფეხზე, სადაც პაციენტს დაზიანება აქვს, ვარიკოზი აქვს, ასე შემდეგ. ხელით გასინჯვა ხდება, დათვალიერება ხდება, რა თქმა უნდა და იმის დამიხევით უკვე ჩვენ გადავწყვეტავთ შემდგომ რა მიმართულება უნდა მივცეთ პაციენტს. პირველ რიგში და ყველაზე ესეთი ოქროს სტანდარტის გამოკვლევა არის, ეს არის ქვემოკიდურების ვენების დუპლექს სკანირება, რომლის საშუალებითაც ჩვენ ვადგენთ რა დაზიანებაა კიდურში, რა შეიძლება პაციენტს დავეხმაროთ, ეს ოპერაციული გზა იქნება თუ მკურნალობის მეთოდი, მედიკამენტოზური მკურნალობა იქნება. არსებობს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის გამოკვლევები, ეს არის ანგიოგრაფია, რომლის საშუალებითაც ჩვენ ვადგენთ თუ უფრო შორსწასული ფორმები არის, როცა არის რომბოზი ღვავენების დაზიანება შევიწროებ, ეს უკვე შორსწასული ფორმები არის, ის საშუალებითაც ჩვენ უკვე ვაკეთებთ მაღალი ტექნოლოგიური ოპერაციებს, როგორიც ავენებზე სტენტირება. ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზს აქვს 6 სტადია. იმის მიხედვით, რომელი სტადია აქვს პაციენტს, დგინდება ოპტიმალური მკურნალობის მეთოდი. დაავადების საწყის ეტაპზე შესაძლებელია მედიკამენტური და კომპრესიული მკურნალობა. იმის გამო, რომ დაავადება ქრონიკულია, მაინც ხდება პროგრესირება, მაგრამ გაცილებით ნელი ტემპით, ვიდრე მკურნალობის გარეშე. იმ შემთხვევაში, როცა უკვე საწყისი სტადია გადალახულია, ასე ვთქვათ და შორსწასული ფორმა გვაქვს დაავადების, უკვე საკითხი დგება ქირურგიულ მკურნალობაზე. ქირურგიული მკურნალობა, როგორც აღნიშნე, არის იმ შემთხვევაში, როცა უკვე მედიკამენტური მკურნალობა დაინიშნა, მაგრამ სასურველი შედეგი ვერ მივიღეთ და პლუს იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე ვიზუალურად პაციენტს ქვედა კიდურებზე შეუიარაღებული თვალით უკვე შეემჩნევა გამობერილი ვარიკოზული ვენები, ამ ვენების ირგვლივ შეიძლება იყოს კანი გამკრივებული, გამუქებული, გაუხეშებული, მუქი შეფერილობის. ოპერაციული მკურნალობის მეთოდებიდან ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მსოფლიოში ოქროს სტანდარტად აღიარებულ ლაზერულ აბლაციას იყენებენ. ლაზერული აბლაცია ეს არის მინი ინვაზიური ჩარევა, რომელიც ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით. ოპერაციის შემდეგ პაციენტი არ საჭიროებს კლინიკაში დარჩენას. ისტორიის გახსნიდან გაწერამდე სულ საშუალოდ 3-4 საათი ჭირდება. ლაზერული აბლაცია ეს არის მინი ინვაზიური ოპერაციული ჩარევა, რომლის დროსაც ერთი ჩქვლეტით ხდება დაზიანებული ვენური ღეროს დახურვა. რის შემდეგაც უმჯობესდება ქვემო კიდურის სისხლის მიმოქცევა,
მცირდება ვენური გამობერლობები, პაციენტს უქრება სიმპტომები, უმჯობესდება ცხოვრების ხარისხი. პაციენტი, რომელიც მოგმართავს, მინდა იცოდეს, რომ არ ხდება რომელიმე ერთი ექიმის მიერ განხილვა და რომელიმე ერთი ექიმის მიერ გაწყვეტილების მიღება. ამას ჩავაკეთებ გუნდურად, იმიტომ რომ გვინდა რომ მაქსიმალურად დაბალ დონეზე დავიყვანოთ გართულებები. ოპერაცია გაიკეთა პაციენტმა და ის ჩვენი აღარ არის, ესე არ განიხილება. პაციენტს ვაჩვენებთ ოპერაციას, ის არის რჩება კვლავ ჩვენი პაციენტი, იყვება აღრიცხვაზე ანგიოლოგთან. ეპიდემიოლოგიური კვლევების თანახმად, ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობა მსოფლიო მოსახლეობის 70%-ს აღენიშნება. ვენური უკმარისობის სიხშირე ქალებსა და მამაკაცებში განსხვავებულია და დაავადებულთა 55%-ზე მეტი ქალებზე მოდის. მამაკაცთა რაოდენობა 10-დან 40%-მდე მერყეობს. მედიცინაში ოქროს სტანდარტად აღიარებულ აბლაციის ოპერაციის შედეგად კი ცხოვრების ხარისხი უმჯობესდება და პაციენტები უფრო შრომის უნარიანები ხდებიან. რუბრიკას წარმოგიდგენთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხიური ამაჩქარებელი ეთოსი.